სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილი კანდიდატის მომავალ კარიერაზე შეაძლოა მისი მეუღლის ახალმა თანამდებობამ იქონიოს გავლენა. კახა ჟორჟოლიანი მესტიის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს. თავად ნინა ხატისკაცი ამ ფაქტის კომენტირებისას კანონს იშველიებს, თუმცა მისი კონკურენტები დღეს ინტერესთა კონფლიქტზე უფრო ამახვილებდნენ ყურადღებას. როგორც მოვალეობის შემსრულებელი, მეუღლე მომახრო თავი შეევიკავა ყველა კომენტარზე. კახა ჟორჟოლიანს, რომელიც მესტიის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად გუშინ აირჩიეს, კომენტარის გაკეთება არც ერთ საკითხზე არ სურს. რიგარეში არჩევნები მესტიაში გუშინ ჩატარდა. ყოფილი გამგებლის ინფორმაციით ის თანამდებობიდან მოულოდნელად მოხსნეს და მიზეზებიც არ განუმარტეს. დღის წესრიგი დაამტკიცეს ერთპიროვნულად საკრებულო თავმჯდომარემ და მისმა მრჩევლებმა. და შემდეგ გაიტანეს ეს საკითხები. ამავე დროს საკრებულოს თომაზე რიგარეშიც შეიტანეს ჩემი გადაყენების საკითხი. ჟორჟოლიანი, რომელზეც მესტიის საკრებულომ არჩევანი გააკეთა, ქართული ოცნების აქტივისტი და სახალხო დამცველობის კანდიდატის ნინა ხატისკაცის მეუღლეა. ამიტომ შეკითხვები ამ არჩევნების შესახებ მისი მეუღლის მიმართაც გაჩნდა. ომბუდსმენობის ყოფილი კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობს. ღია განცხადებების გაკეთებისაგან თავს იკავებენ მისი სხვა ყოფილი კონკურენტები. მართლა ესე ვფიქრობ, რომ მართლა არ არის სწორი ჩემი მხრიდან ამის შეფასება. ვთვლი რომ აუცილებლად იქნება ინტერესთა კონფლიქტი, გამომდინარე იქიდან რომ იგივე შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მიმოხილვის დროს, რომელიც გახოთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა, რაც შეეხება სამოქალაქო პოლიტიკური უფლებების ანალიზს სახალხო დამცველის მხრიდან, ძალიან ხშირ შემთხვევაში სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობაა ხოლმე პირველ რიგში პასუხისმგებელი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებაზე კომენტარი დღეს თავად ნინა ხატისკაცმაც გააკეთა. ომბუდსმენობის კანდიდატი დღეს ამბობს, რომ მისი მეუღლის თანამდებობა მის გადაწყვეტილებებზე არ აისახება. თუ სახალხო დამცველის ოჯახის წევრი საჯარო სამსახურში მუშაობს, მეტნაკლებად ისეთ თანამდებობაზე, რომელიც რაღაც შეიძლება რამდენიმე ადამიანის ან გუნდის მართვას ახორციელებს, ეს შეიძლება იყოს სახალხო დამცველისთვის პრობლემა, მაშინ სახალხო დამცველის ოჯახის წევრი ზოგადად საჯარო სამსახურში არ უნდა მუშაობდეს. ასეთი შეზღუდვა კანონში არ არის და მე ვერც კანონის და ვერც ვერანაირად იგივე პირადად პიროვნულად ამ კონფლიქტის საფუძველს ვერ ვხედავ. ხატისკაც მეუღლის ქართულ ოცნებასთან კავშირისა და თანამდებობის შესახებ განცხადებების გაკეთება წინა კვირასაც მოუწია, როდესაც უმრავლესობა მისი კანდიდატურა წამოაყენა. ის არის ერთ-ერთი რიგითი ადამიანი, ის არ არის არც გადაწყვეტილების მიმღები, არც პოლიტიკური ფიგურა და არ მონაწილეობს საერთოდ არანაირ გადაწყვეტილების მიღებაში ან პოლიტიკის შემუშავებაში. ჩემზე ზეწოლას არ მოახდენს, რომ მე ვიყო მიუკერძოებელი ომბუდსმენი. ეს ჩემთვის ცოტა სასაცილოა. ომბუდსმენობის კანდიდატსა და მის მეუღლეზე დღეს განცხადებები საკანონმდებლო ორგანოშიც გაკეთდა. უმცირესობა ხატისკაცის დანიშვნაში საფრთხეებს ხედავს, თუმცა ინტერესთა კონფლიქტს გამორიცხავენ საპარლამენტო უმრავლესობაში. ეს არ არის საბოლოოდ, ასე ვთქვათ, დასახელებული კანდიდატი და ასეც რომ იყოს, კანონი არ კრძალავს იმას, რომ სახალხო დამცველის ოჯახის წევრი იყოს რომელიმე, ასე ვთქვათ, უწყებაში დაწინაურებული. მოდით რეალურად სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ, ერთი რომ კვალიფიკაციის მიხედვით და მეორე პოლიტიკური წნეხისგან განთავისუფლებული ადამიანი ავირჩიოთ სახალხო დამცველად. ინტერესთა კონფლიქტის შესაძლო არსებობაზე კომენტარები ეროვნულ ფორუმშიც კეთდება. ისინი უმრავლესობას ახალი კანდიდატების განხილვას თავაზობენ. მე მიმაჩნია, რომ სამოქალაქო სექტორმა ზოგადად გარკვეული შეცდომები დაუშვით თვითონ ამ კანდიდატების წარდგენის პროცესში. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლა ხელისუფლებამ ბოლომდე უნდა გამოიყენოს ეს შეცდომები და ისეთი კანდიდატი დაასახელოს, რომელიც დაბადებს სერიოზულ ეჭვს, რომ ეს კანდიდატი არის, ასე ვთქვათ, უფრო ხელისუფლების კრეატურა, უფრო ხელისუფლების მომხრე. კახა ჟორჟოლიანი გამგებლის მოვალეობას თვის ბოლომდე შეასრულებს. თვის ბოლოს გაირკვევა დარჩება თუ არა ის ამ თანამდებობაზე. ამ დროისთვის სავარაუდოდ უკვე ცნობილი უნდა იყოს სახალხო დამცველის ვინაობაც.